როცა ვიკითხები ხოლმე რატო არ ვარჯიშობთ, პასუხი არის ხოლმე რომ აი ძალიან ვიღლები სამსახურით. კიდე რომ ვარჯიში დავამატო, საერთოდ რა იქნება რა? ვარჯიში არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით დაღლას. რისი ხაზგასმაც მინდა არის რომ დღეს ადამიანების 95% არ იღლება ფიზიკურად, არამედ იღლება გონებრივად. მარტივად გავშალოთ ახლა ასპექტი რა. ჩვენი თავი რო შევადაროთ შუა საუკუნეების ან პირველყოფილ ადამიანებს შუა დღემდეც კი მათ შეიძლება მთელი თვის განმავლობაში რა გადაწყვეტილებების მიღებაც დასჭირდებოდათ, მაგას ვიღებთ რა. დღეს განმავლობაში მხოლოდ ჩვენს ტელეფონზე რამდენი ზარი შემოდის ან გადის. რამდენი ინფორმაცია იცვლება. სკროლისას რამდენი ინფორმაციას იღებ და სოციალურ ქსელებში მესეჯებისას რამდენი ინფორმაციას გას. ამ ყველაფერზე ჩვენი გონება მუშაობს, სჭირდება ენერგია. დავუმატოთ მაგას სამსახური და დავუმატოთ მაგას ოჯახური საქმეები, მეგობრებთან საქმეები. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი აიღე ეს кейსი და მოარგე შენ ცხოვრებას. და დაუსვი კითხვა, გადაღლილი იმიტომ ხარ რომ ფიზიკურად ბევრი იშრომე თუ ფიქრმა კითხვების დასმავლა ინფორმაციის მიმოსვლამ გადაგზავნა.